სანერგეში მოვედით, უნდა ვარჩიოთ კავკასიური სოჭი ჩვენი ეზოსთვის. ეხლა ვზომავთ ნაძვს, გვინდა რომ მაქსიმალურად მაღალი შევარჩიოთ. ტრიალები. დატრიალება უნდა მგონი ძირით შევიდეს, ხო? ავდივართ სახლში. ვითაც სახლს უნდა დავამშვიდობოთ. შემდეგ მეთქებოდეთ. დამიჭი საქარავებასთან გამოშვიდობება. ღამის 3 საათია და ზუგდიდისკენ ვიძრებით. და თუ რა გვინდა ზუგდიდში ამას ცოტახანში მოგიყვებით. ყველაზე წარმოუდგენელი და გიჟური ცხოვრებაში რა გაიკეთებიათ. აი ჩვენ მაგალითად ავდექით და ზუგდიდში გავემგზავრეთ 4.5 მეტრიანი ულამაზესი სოჭის მიწიდან ამოსაღებად. რათა საახალწლოდ თბილისში ჩვენი სახლის ეზოში გადმოსარგებლად ჩამგვეტანა. ჩვენი ოცნების სოჭს ვეძებდით ყველგან. სანაცნობოში, სხვადასხვა ჯგუფებში, სანერგეებში, მაგრამ ვერ საგნახულობდით ჩვენს მოსაწმოს. დიდს, ფუმფულას და ზღაპრებს. საბოლოოდ ზუგდიდში სოფელ ნაცატუში ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში მივაგენით მართლა ულამაზეს კავკასიურ სოჭს და იმ წამს მივხვდით, რომ ეს ის იყო. და რადგან არ უნდა დაგვშტუმროთ, მას ჩვენს ეზოში უნდა დავიდო ბინა. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ჩელენჯიც რეალობად გვიქცია. ხალხო ჩამოვედით ზუგდიდში და აი დაგხვდა სრული ზღაპარი. აი ბავშვობაში მულტფილმებში რომ ნახულობთ ხოლმე ციყვები და ბაჭიები რომ ურბენდნენ ტყეში დათოვლილ ნაძვს და აი რაღაცა სასწაულად გაბუჩქული ლამაზი ცოცხალი ნაძვი. აი რა მე ნაძვს ვეძახი, თუმცა ეს არის კავკასიური სოჭი, სამეფო ჯიში ასე ეძახიან და არის მუქი მწვანე ხასხასა წიწვებით. ფუმფულა, რაც თავარი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს თითოეული ტოტი ყოფილიყო აი სქელი ფუმფულა, ის გინდა რომ ხელი მოკიდო, მოეფერო, არ ვიცი, აი სიცოცხლის წყაროა და ეხა ვერ წარმოვიდგენია ეს ნაძვის ხე ჩვენს ეზოში საახალწლოდ მორთული იქნება ულამაზესი, მორთველიც არის საოცრად ლამაზი ხასხასა და ყველა მხრიდან თანაბრად აი ნახე, შემოუაროთ წრე ყველა მხრიდან თანაბრად ლამაზი და გაბუჩქულია. რაც თავარია, ჩვენ ვეძებდით, რომ არ ყოფილიყო გამხდარი, ზედმეტად მაღალი, მეჩხერი, ქვევიდან ტიტველი ძირით და აი ეს ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს ხე, იმიტომ რომ ნახეთ, სულ ძირიდან იწყება დატოტვა, ეს არის ძალიან ლამაზად ფორმირებული. როგორც გითხარით, ქოთნებში დავთვალიერეთ ბევრი სოჭი, ძირითადად იყო 2 მეტრიდან 3 მეტრამდე, რამდენიმე შეგხვდა 3.50 და მაქსიმუმ 4-მდე. ეხლა საინტერესო არის ამის ზომა. საორიენტაციოდ კი გითხრეს, რომ დაახლოებით 4-ზე მეტი არისო, მაგრამ აი, წამოღებული გვაქვს და ზუსტად უნდა გავიგოთ, რა ზომისაა. ნუ ეხლა უხეშად დავთვლი, რა თქმა უნდა. 4 და 20. 4 და 20 მეტრი. ნუ იდეალური ზომაა თან. და ეს არის 12 წლის კავკასიური სოჭი და არის თინეიჯერი და მართლა ძალიან თინეიჯერი გახდება უბრალოდ ჩვენთან და ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება ყველანაირად, აი ყვავის რა შეხედავთ და ძალიან ისეთი მხიარული და პოზიტიური ნაძვია. რაც შეეხება ხა ამის გადატანას, ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა სანერგეებიდან შეგვეძინა ქოთანში უკვე გახარებული, უკვე 1 წელი ან 2 წელი გამოვლილი და ასე შემდეგ, რომ ნაკლები სტრესი იქნებოდა და მეტი შანსი გახარების გადარგვის დროს და ხა როდესაც ამხელა ხე უნდა გადარგა ცოდოა გასაბუჭებლად, მე ფინანსურად ძალიან დიდი წნეხია, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან განვიცდით, თუმცა ვერ ვნახეთ სანერგეში ესეთი ლამაზი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ესე ეზოდან ვიყიდოთ და გადავაბრძანოთ ჩვენთან, ჩვენს ეზოში და აქედან გამომდინარე ხა პროფესიონალები ვახსენე და ზუსტად იმაშია საქმე, რომ ისე უნდა ამოითხაროს მეტობით, თავისი მიწით, ისე რომ არც ფესვი დაზიანდეს, ეს მიწაც არ დაიფშვნას და ისე უნდა გადავიტანოთ, რომ ძალიან სტრესულად არ იგზნოს თავი, იმიტომ რომ 12 წელია ეხლა ეს ნაძვი ერთ ადგილას
ადგილას იზრდება, არის მშვიდად გაფურჩქნული ლამაზად და ჩვენ არ უნდა ვაგრძნობინოთ ეს სტრესი, ვერც უნდა მიხვდეს, ისე უნდა გადავიტანოთ და იქ კიდევ უფრო კარგად უნდა გაიფურჩქნოს ჩვენს ბედნიერ ეზოში. შესაბამისად ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ეს ტოტებიც არ უნდა შემოემტრეს ტრანსპორტირების დროს, იმიტომ რომ ზუგდიდიდან ამ ხელგზაზე უნდა იმგზავროს და ეხლა ძალიან ნაზად და ლამაზად უნდა ავუკეცოთ ეს ტოტები, დაუსკოჩოთ, როგორც აი ხელოვნურ ნაცვლს რო ვინახავთ ყუთში დაახლოებით ისე უნდა მოიჭრას მიწა, იმავე დიამეტრის უნდა მოითხაროს ჩვენთან ეზოში, უნდა დავრეკოთ, იქ ჩვენი მებაღეები დაგვახვედრებენ ორმოს და აქედან ჩატანილს მოკლედ ძალიან ფრთხილად ამ წეკრანის და სპეცტექნიკის მეშვეობით ჩავრგავთ და მოკლედ ცოტა ძალიან ველავთ და ძალიან გულშემატკივრობთ ამ ფილამენტს. ასეთი ამბავი არის ახლა ჩვენ ეზოში. მიწა შეგვაქვს ნელ-ნელა, ცოტაღა დაგვრჩა როგორც ხედავთ, ასევე წინა ეზოში დაგვრჩა მოსასწორებელი, საფეხმავლო ბილიკი ამოდის აქ და აქაც პატარა პანდუსივით კეთდება, შესაბამისად, აქაც მიწა გვაქვს შესატანი. და ვამზადებთ მოკლედ სარწყავი სისტემისთვის. რაც შეეხება გადმოსვლას, ჩვენ დღეს უკვე აი ესეთ სიტუაციაში გადმოვდივართ. ხვალიდან უკვე ბავშვებსაც ჩამოვიყვანთ და ბავშვებთან ერთად უკვე აქ ვიცხოვრებთ. ესე მოგვიწია, მოკლედ ეზო დაგვეწევა გზაში, როცა აქ ჩვენ ვიცხოვრთ, ეზო ნელ-ნელა გაკეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვამბობდით და ყველას ვამბობთ, რომ აი ბოლომდე გავაკეთებთ და ისე გადავალთ, აი როგორც სასტუმროში რომ შედიხარ და რაღაცა უბრალოდ იმდენი ხანი გავიდა უკვე 5 წელზე მეტია ამ ყველაფერს ჩვენს დროს, ენერგიას, ფინანსებს ვახარჯავთ, რომ უბრალოდ ვეღარ გავძელით, იმიტომ რომ აქ უკვე ბევრი რაღაცა ისე კარგად გვაქვს, რომ იმ ბინაში უფრო გვიჭირს დატევა, ცხოვრება და თან იქიდან აქსიარული, როცა ხელოსნები ყოველ დღე დილიდან მოდიან და უნდა დახვდე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ყურადღება აქ არის საჭირო. ჩვენი ხო რაღაც წარმოდგენები ცოტა შეგვეცვალა და არა უშავს, აი გადმოვდივართ, რომ უფრო დავაჩქაროთ ეს ყველაფერი და რაღაცნაირად მე მგონი ბოლოში უფრო სწრაფად გავიყვანთ, ასე რომ მოკლედ ეს არის ის დღე, როცა დიღომში მივდივართ დღეს და ყუთებში ჩალაგებული ჩვენი მთელი 10 წლიანი ცხოვრება უნდა გადმოვიტანოთ აქ. მანქანა დაბარებული ყავს, ბიჭები მოგვეხმარებიან და დღეს ყველაფერს გადმოვზიდობთ აქ და იმ სახს დავცლით. სამწუხაროდ არ გამოვიდა ისე, ძალიან ბევრი ვეცადეთ და ძალიან ბევრი ფული წავიდა ყველაფერში, მაგრამ მაინც დაგვაკლდა უამრავი ფული იმისთვის, რომ ბოლოში გაგვეყვანა ეს ყველაფერი და დაჩქარებისთვის და უკვე განმოსვლისთვის, ასევე დაგვჭირდა იმ კომპრომისზე წასვლა, რომ გაგვეყიდა მოკლედ ჩვენი ტკბილი ბინა, ჩვენი ბედნიერი ბინა, რომელზეც ცალკე მოგიყვებით და არ ვიცი, ძალიან სევდიანია ჩემთვის ეს ყველაფერი და მოკლედ ეხლა დღეს გვაქვს გადმოსბარგების დღე. დავედით.
ჩვენი ბოლო დღე ჩვენს სახლში. ესეც ესე, გონი ჩავლაგდით. სახლი სავსეა ნივთებით. ჩვენი გულები კი მოგონებებით. და აი არ ვიცი, ცრემლები მატკება მართლა. ძალიან მიჭირს აქარობასთან გამომშვიდობება. ძალიან დიდი დრო წავიდა მთელი ჩვენი განვლილი ცხოვრების აი ამ ყუთებს ჩატევაზე. რამდენიმე დღე მუშაობდით დიდ ნასაღამომდე, აქ რო გადაგვერჩია ყველაფერი და ყველაფერმა თითქოს თვალწინ გადაგვიარა. ყველა 10-მა ბევრი რაღაც ისეთი ნივთი ვნახეთ, რომ ვა, ეს კიდე აქ არის. ძართული ყოფილა. მით უმეტეს, რომ ეს არის სახლი, როცა ჩვენ 11 წლის წინ აქ ქორწილის მერე იმავე ღამეს ამოვედით. ქორწილის კაბით ამოვედით აქ და სხვათა შორის ამ ყუთებთან ერთად მთავარი სიმბოლო რაც მიგვაქვს ახალ სახლში ეს არის ჩემი საქორწილო კაბა სასაპატიოდ დაიკიდება ახალ გარდერობის ოთახში და ის ზუსტად ამ კაბით ალბათ ნახავთ კადრებს გონი გვაქვს ეს კადრები ამ კაბით შემოვედი პირველად ამ სახლში და მას მერე 11 წელი ძალიან ტკბილი დღეები გავიარეთ ეს სახლი სავსე იყო მუდამ სიყვარულით ჩახუტებით და მხიარული ხმებით და ძალიან დიდი ბედნიერებით, იმიტომ რომ აქ მოვყვანეთ ბავშვები პირველად ორივე სამშობიაროდან აქ ხოხავდნენ, აი აქ დაძვრებოდნენ კედელზე, არ ვიცი ეს დივანი რომელიც ძალიან ცნობილია ჩვენ სამეგობროში, სულ მეკითხებდნენ როგორ ინარჩუნებ ეს ხასხასაფერს ეს ეტყვითელს ბავშვების ხელში. მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ, ახლა ფლომასტერები ვიყო. საბოლოოდ უკვე ხო დავნებდი, ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ კარგი ხანი უმკლავდებოდით და აი აქ იმდეს თამაშობდნენ ამ პატარა სივრცეში, როგორ ვეტეოდით, ამდენი როგორ ვატევდით, მეც არ ვიცი, მაგრამ ამ პატარა საწოლებში, პატარა საძინებელში და ამ პატარა ოთახში ძალიან ტკბილი დღეები გავიარეთ და ყველა მთავარი ის არის, რომ ეს მარტო სახლთან და კედლებთან გამომშვიდობება არ არის ჩვენთვის, ეს არის გამომშვიდობება იმ ბედნიერ წლებთან, სადაც ვეღარ დავბრუნდებით, იმიტომ რომ ამ სახლში ემი და საბა როგორი პატარებიც იყვნენ და ჩვენ როგორი ახალგაზრდებიც, ამას ვერ დავაბრუნებთ უკან. და შესაბამისად აი იმ პერიოდთან გამომშვიდობება ძალიან ამაჩუყებელია. თუმცა ახალ სახლში რომ გადავიდეთ, იმისთვის მოგვიწია ამ ბინის გაყიდვა. გარდა იმისა, რომ ვემშვიდობებით სამუდამოდ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით, რომ გავიტანთ ამ ყველაფერს უკვე ახალ მეპატრონეებში, ახალი მეპატრონეები შემოვდნენ ამ და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან, აქ იმიტომ ეს არის ბედნიერი ბინა, ტკბილი სახლი და ჩვენ ისეთი აურა დავტოვეთ, აქ ისეთი აურა დავტოვეთ, რომ არ არსებობს, რომ ისინი აქ ბედნიერები არ იყვნენ. მოგვიწია ამ სახლის გაყიდვა, ვერასდროს ვერ წარმოგვედგინა, რომ ამას ოდესმე გავაკეთებდით და ამნაბიჯს გადავდგავდით, ისე გვიყვარდა ეს ბინა, რომ იმ სახლსაც ვავაშენებდით, ეს უნდა დაგვეტოვებინა, ესეთი იყო გეგმა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოწვევების შემყურე და გამომდინარე იქიდან როგორ სიტუაციაც იყო და 5 წელი შევალიეთ, მეტი 5 წელი ნახევარი რა თქმა მეტია ვაკეთებთ. ვაშენებთ და ბოლომდე ვერ გავედით, თუმცა თითქმის ბოლოში ვართ და ამიტომ იმისთვის რომ უფრო სწრაფად გავიყვანოთ ბოლოში პროცესის და თან ფინანსურადაც შევძლოთ, გადავწყვიტეთ რომ უკვე დროა გადავიდეთ და ისე დავაგვირგვინოთ ფრთები შევასხათ ჩვენი ოცნების სახლს და მოკლედ ეს ბინა დავთმოთ და ჩავაბაროთ წარსულს. ბავშვებიც ძალიან გულაჩუყებულები იყვნენ, სათამაშოებს რო ალაგებდნენ და ჩვენს აი ემოციებს ძლივს ვიკავებთ. მოკლედ ეს არის ჩვენი ნივთები, რაც თან მიგვაქვს და მიგვაქვს რაც თავარია მოგონებები აქედან, რომელსაც ყოველთვის გულში შევინახავთ. ყველაფერს თან ვერ წავიღებთ, მაგრამ წავიღებთ მოგონებებს, წავიღებთ სიყვარულს და წავიღებთ იმ დიდ ბედნიერებას, რომლის იმედიც გვაქვს, რომ იმ სახლში კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით. მაშა ესე გადაბარგება დაწყებულია. ეხლა კი ჩაუზიდავთ ამ ყველაფერს სამხანაში. კიდევ ბევრი მოგონებები გვაქვს მაცივარზე და გასასვლელ კარებზე, სადაც არის აჭრელებული ფოტოები, ჩვენი მოგზაურობის დროს ნაყიდი მაგნიტები
წერილები, ბავშვები რო დედის დღეს უოცავენ, ეხოს ფოტოები. აქ არის ესეთი წერილებიც, მაგალითად, კახას რო დაუტოვებია ხოლმე ჩემთვის. შეხარ საუკეთესო ცოლი, მეორე ნახევარი, პარტნიორი, მეგობარი, დედიკო, აი მიყვარხარ და მოკლედ რაღაცა ბევრი ესეთი სიმბოლური და პატარა ფურცელი და ერთი რაღაცა. ემილის წერილი დედა მიყვარხარ ძალიან, ეს სამაჯური შენია, გიოცავ დედის დღეს. ხო. It's a girl. აქ არის როცა გავიგეთ რომ გოგო იყო ემილი და ემილის ნახატი. ძალიან ესეთი ჩვენი სიმბოლური ჩვენთვის ალბათ ყველაზე აქ მუცელში არის მგონი საბა, ხო? კი, არა ემილი. აქ ემილერი მუცელი. აქ ემილია და ხა შე ზოგ სურათში უკვე ავირიათ, მაგრამ მაინდანა დაწერია წლები და ხვდებით ხოლმე რომ რომელია ემილი და რომელია საბა და მე ამაზე ჩხუბობ ხოლმე, ეს მე ვარო, არა ეს მე ვარო. ესეთი საყვარელი. აი ნახეთ, ვაი ჩოდა. ნახე. ეს ემილიმ დავხვატა, მე და კვარაცხელია. ხო, ძალიან მაგარია. აქ ჩვენოთ ის რეალური ფოტოა. რეალური ფოტოც არის მაგისი კი. ჯერა ნახე. ნახე, ჩვენი სახლია? ჩვენი სახლია. ლუჩმაგინო სადა? შინში. ესეც საბავშვო კუთხე. ეს არის ჩემი წერო და გზივარ მე. ეს არის სოფო მამიდას მიერ დახატული საბას წერო და ემილის წერო. ესენი არიან მახარობელი წეროები. სანამ ბავშვები სამშობიაროში იყვნენ, პირველი მოფრინდებოდნენ ეს წეროები, სანამ ბავშვები სახლში მოვიდოდნენ. ეს ფოტოები. ორივე წერო დახატულია იმ დღეს, როცა დაიბადა თითოეული ბავშვი. ემილი რო დაიბადა იმ ღამეს მოვიდნენ და დახატეს კედელზე წერო და სანამ მოვიდოდით უკვე დახვდა და როცა საბა დაიბადა ზუსტად იმ ღამესვე ეგრევე დახატეს წერო და რამდენიმე დღეში საბა რომ მოვიდა უკვე დახვდა. შემოვიცეთ ეს წეროები არის ამაცი დაბადების თარიღებზე დახატული წეროები ამ კედელზე. და ძალიან გვიყვარს ეს ილუსტრაცია და ძალიან სამწუხაროა რომ თან ვერ წავიღებთ კედელს, მაგრამ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავსახოთ ეს ილუსტრაცია, დაუბეჭდოთ ფოტოზე და ისე დავიმახსოვროთ. ესეც ასე. ეხლა დავკეტავთ კარებს და წავალთ ახალ სახლში. კარგად სახლო. ვერაფერს ვერ მომბუქ. ამჯერა რომ ეს ბოლო წუთია და ეხლა კარს გავეხურავთ. ძალიან რთული ყოფილა. ბავშვები ძალიან მხიარულად არიან და ეს ვცდილობთ რომ ჩვენც ესე ვიყოთ. მაგრამ წინ უკეთესი მომავალი გველოდებ ამჯერა. აი ესე განვათავსეთ მთელი ყუთები ერთ ოთახში. გადმოვბალდით და ნახეთ აქ რა ხდება. აი ეს დასამთავრებელი ოთახი გვაქვს, კიბეები გასაკეთებელია, როგორც ხედავთ. ეს იქნება მომავალში ბავშვების სათამაშო ოთახი. გარდა საძინებლებისა გადავწყვიტეთ, რომ კონდეს სივრცე, სადაც მეგობრებსაც დაპატიჟებენ, ექნებათ საქანელაც, კარავით, სათამაშოებიც, სახატავებიც და მოკლედ ყველაფერი აქ იქნება. თან ეს არის ორსართულიანი ოთახი, ზემოთ PlayStation-ს გავუკეთებთ ოდესმე და მოკლედ ამ ოთახს ლამაზად მოვაწყობთ. ასევე ექნებათ დივანი და ეხა ამ შემთხვევაში მოკლედ სავსეა ეს ცარიელი ოთახი და უავეჯობა გამოვიყენეთ იმაში. ძალიან კომფორტულია იმისთვის, რომ სხვაგან ნელ-ნელა დავლაგდეთ, კარადები რომ მოვა აქედან პირდაპირ შევიტანოთ ნივთები, თაროებზე, წიგნების კაბინეტში, საძინებლებში, ტანსაცმელის კარადებში და ასე შემდეგ ნელ-ნელა ამოვბარგდებით, იმიტომ რომ ერთიანად ფიზიკურად ძალიან შეუძლებელი ეს ყველაფერი. ამიტომ ეს იქნება ჯერჯერობით ჩვენი ყვითელი სახლი. ერთ ოთახში გადმოვიტანეთ მთელი ჩვენი ბინა, სადაც ცხოვრობდით, ჩავატიეთ აი ამ ოთახში და შეგიძლია რომ აქ ყველაფერი ამოვარჩიოთ ხოლმე.
ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, ეს ოთახი დაუთმეთ და გავხადეთ დიდი გარდერობი. სანამ შეკვეთილი გვაქვს უკვე კარადები ბავშვების ოთახში, ასევე სხვა კარადები მთელ სახლში, კაბინეტში თაროები, ბიბლიოთეკაში თაროები და აი წიგნებიდან დაწყებული ტანსაცმლები და თაროები, აი ყველაფერი აქ აწვია აი ამ ყუთებში. აი შეგე, ვის უნდა ბურთი? დაიჭირეთ. მე. აბა ვინი პავლისონიც? ჩანი. როცა ვიყავი პატარა გოგო, ყოველთვის ვოცნებობდი დიდ საახალწლო ნაძვის ხეზე. დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში კახამ ოცნება ამიხდინა და ჩვენს პირველ ტკბილ ბუდეში მიყიდა ჩვენი ბინის ჭერს მიწვდენილი უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც ჩვენი პატარა სივრცისთვის ძალიან დიდი იყო, მაგრამ გასაოცრად ლამაზი. იმ დღიდან ყოველ წელს ჩვენს ტკბილ სახლში ვაწყობდით ნაძვის ხეს. ჯერ მარტო ჩვენ ვიყავით. მერე ჩვენ და ციცქნა ემი, მერე საბა მუცელში, მერე იქვე დახოხავდა საბა, იზრდებოდნენ წლიდან წლამდე ბავშვები და გვეხმარებოდნენ ნაძვის ხის მორთვაში. 11 ჯერ მოვთეთ ჩვენი ნაძვის საახალწლოდ და ყოველ ჯერზე ტრადიციულ ლამაზ ვიდეოებს ვიღებდით. ბოლოს უკვე როცა ახალ სახლში გადმოსვლაზე ვოცნებობდით, არაერთხელ ვპირდებოდით საკუთარ თავსაც და ჩვენს მაყურებელსაც, რომ შემდეგ წელს უკვე ვანილის სახლში ავაწყობდით უფრო დიდ, ლამაზ ნაძვის ხეს და ახალ წელს ახალ სახლში შევხვდებოდით. Above candles only a flicker. Oh, they flicker and they float. And I'm up here holding on to all those chandeliers of hope. And like some drunken Elvis singing, I go singing out of tune, saying how I always loved you, darling, and I always will. Still waiting for the snow to fall. It doesn't really feel like Christmas at all. Still waiting for the snow to fall. It doesn't really feel like Christmas at all. Those Christmas lights light up the street down where the sea and sail meet. May all your troubles soon be gone. Oh, Christmas lights. მაგრამ გადიოდა წლები და ჩვენ ბევრჯერ გადაგვედო ახალ სახლში გადასვლის ამბიცია და აი წელს დადგა ნანატვი დრო. შევიძინეთ ახალი, უფრო დიდი და ლამაზი ნაძვის ხე. To me, then all my troubles will be gone. Oh, Christmas lights keep shining on. Those Christmas lights keep shining on. ნელ-ნელა მოდის საახალწლო განწყობა, როგორც ნახეთ, ჩვენ სახლში მოვურთეთ უკვე ახალი ნაძვის ხე, ასევე გავანათეთ ჩვენი ლამაზი მოაჯირები. და რა? და ძალიან ლამაზია და რაც თავარია, ჩვენმა მაყურებელმა არ იცის, რომ ჩვენ სახლს უკვე აქვს მოაჯირები, რომელზეც აუცილებლად იქნება ცალკე ეპიზოდი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რაჩქარებად გადმოვედით ბავშვებით, აუცილებელი გახდა მოაჯირების დაყენება ბავშვების საფრთხეებიდან გამომდინარე. ამიტომ მიხარებსა წამბები და გვიცა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ მოაჯირები გვაქვს და ახლა უკვე საახალწლოდ მორთულიც.
დღეს ვაპირებთ უკვე რომ ჩვენი ნაძვი მოვრთოთ, რომელიც პირდაპირ ზუგდიდიდან გამოემგზავრა ჩვენ ეზოში და დღეს უნდა გავანათოთ უკვე ჩვენი ნაძვი. და ჩვენი ნაძვი, რომელიც ალბათ უკვე ნახეთ რამ ხელა შრომა ამ დაგვიარა. ხალხს ზაგამოიარა. ამ ხელა განმოიარა, მაგრამ მე მგონი კახა ძალიან შეეგუა ჩვენს ოჯახს, იმიტომ რომ მოწონთ ბავშვებიც, მე მგონი ჩვენც მოვწონოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის და ასე გააგრძელებს დარწმუნებულად. მე ძალიან მიხარია რომ გონი გაიხარა, მგონი არაწყინა ადგილის შეცვლამ, ნუ ისე ამოვიღეთ, ისე პროფესიონალად ამოვიღეთ. თითქოს ერთი ფესვიც კი არ და დაზიანებულა. ვერც იგრძნო ალბათ აქ რომ მოხდა, უბრალოდ ძალიან უხარია ჩვენს ოჯახში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან მოგწონს და თვითონაც ძალიან მოვწონვართ. რაც ავარია, სახს მოუხდა საოცრად, ეზოს მოუხდა ძალიან და ახლა კი დრო დადგა რომ ავიხდინოთ ჩვენი წლების ოცნება, რომ საახალწლოდ ხომ უნდა გადმოსულიყავით სახში და ეს ოცნება ეხლა მგონი დადგა დრო და აგვიხდა და მეორე ოცნება იყო რომ ცოცხალი ნაზი რომელსაც უკვე გადმოვგავდით საიდანმე უნდა მოგვერთო საახალწლოდ ეზოში ბავშვებთან ერთად და ეხლა Snow is falling bright, candles burning warm, voices fill the night, hearts are all reborn. Children laugh and play, joy is in the air. Hope has come today, love is everywhere. Oh, hallelujah, Christmas morning, sing it loud and clear, lift your voices, hearts rejoicing, Christ the Lord is here. Hallelujah, bells are ringing, join the joyful cheer. Hallelujah, Christmas morning, best day of the year. Shepherds told the tale, angels sang above, wise men on the trail, guided by his love. Heaven touched the earth, peace was born anew. Celebrate his birth, sing it, me and you. Oh, hallelujah, Christmas morning, sing it loud and clear, lift your voices, hearts rejoicing, Christ the Lord is here. Hallelujah, bells are ringing, join the joyful cheer. Hallelujah, Christmas morning, best day of the year. Clap your hands, stomp your feet, dance along the snowy street. Mandolins and jingle bells, love's the story Christmas tells. Oh, hallelujah, Christmas morning, sing it loud and clear, lift your voices, hearts rejoicing, Christ the Lord is here. Hallelujah, bells are ringing, join the joyful cheer. Hallelujah, Christmas morning, best day of the year. Oh, hallelujah, hallelujah, Christmas morning, best day of the მოგეთ როგორც იქნა საბოლოოდ გადმოვედით, უკვე აქ ცხოვრობთ. და ახალ წელსაც შევხვდით. მოკლედ, რამდენ ხანი ველოდეთ ამ მომენტს? ცოტა დაუჯერებელია და სხვათა შორის თავიდან ვერც ვიაზრებდით, იმიტომ გადმობარგების ძალიან ხანგრძლივი ეტაპი ქონდა და ბოლომდე ვერც დავასრულეთ და გარდა ამისა, რაღაც ეს ფუსფუსი ეს ყველაფერი ცოტა დაუჯერებელს ყველაფერს და არარეალურს, მაგრამ აი ახალ წელს რომ აქ შევხვდით, აი მაგ მომენტმა მთელ ოჯახს გვაგრძნობინა, რომ ეს უკვე ჩვენი სახლია და უკვე აქ ცხოვრობთ და ძალიან ჯადოსნური იყო აი ეს ამ ყველაფრის გააზრება. მოკლედ, რო შევაფასოთ გავლილი წელი, მოდი. ჩვენთვის იყო ალბათ ყველაზე შრომატევადი. ყველაზე შრომატევადი და ბოლოსკენ მოვიტოვეთ აი მთელი ეს გადმობარგების პროცესი, მთელი ეს ემოციური პროცესი, რაც ვიდეოში ნახეთ. კი, ძალიან ბევრი ვიშრომეთ ჩვენ სამსახურებშიც, ჩვენი კაფეც, რომელიც წინა ეპიზოდში ვახსენეთ, სწორედ ამ წელს გაიხსნა კაფე ვანილის სახლი ორბელიანზე და ჩვენ წინა ეპიზოდშიც გითხარით ამ კაფის შესახებ, თუმცა გპირდებით დეტალურ ეპიზოდს ყველაფერს ამ ყველაფერზე როგორ შევქმნით ბიზნესი, აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ ეპიზოდში და აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ აი ამ დაუღალავი შრომის მიუხედავად რაღაცნაირად კიდევ ძალიან ბევრი საქმე დაგვრჩა
გასაკეთებელი. ანუ ჩვენი სახლი არ დასრულებულა. მოკლედ ეხა გაზაფხულს ველოდები, გაზაფხულზე ეზოში უამრავი საქმე მაქვს დაგეგმილი, გამწვანებით დამთავრებული ხობია პირველ რიგში გასაკეთებელი და სხვა უამრავი დეტალი, ახალი ავტოფარეხია მოსაწყობი და ასე შემდეგ. სახშიც ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალია გასაკეთებელი. ავეჯის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შესაკვეთია, მოსაწყობია. სამამისად ყუთებში ვართ დიდწილად, ბევრ ოთახში ჯერ კიდევ. გარდა ამისა პლინტუსები, მოკლედ ძალიან ბევრი დეტალი გვაკლია. მოკლედ იმის აღნიშნა მინდა, რომ ამით ჩვენი არხი არ მთავრდება, მართალია გადმოვედით, მაგრამ უამრავი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი. ეხლა მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს, მაგალითად ფარდების იატაკი ეხა ხანს დაიდო სამზარეულოსი ჩვენი მოაჯირების რომელიც ვერანდაზე და ასევე შიდა სივრცეში გვაქვს ასევე აუზი ჩვენს უკან ერთი დიდი ეპიზოდი აი ამას დაეთმობა მოკლედ ჩვენი არხი ეზო გამწვანება ყველაფერი ჩვენი არხი აგრძელებს მუშაობას გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ საინტერესო კონტენტი ისევ ჩვენ სახლზე აუცილებლად დაგიბრუნდებით დეტალური ეპიზოდებით იმის შესახებ თუ ამ ეტაპამდე უკვე რა გავაკეთეთ და არ გინახავთ, გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე და დაგაკვალიანებთ და რა თქმა უნდა, ისევ წინ არის ჩვენი სამუშაოები და ახალ თემატურ ყველანაირ ეპიზოდს შემოგთავაზებთ იმის შესახებ მომავალში აქ რას გავაკეთებთ. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ პარტნიორებს. მათ გარეშე ბევრი რაღაც ჩვენ სახლში არ გაკეთდებოდა უბრალოდ. ან დროს უბრალოდ ვერ გადმოვიდოდით და დროში გაიწელებოდა ეს პროცესი ისევ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენს მაყურებელს, ვინც პირველივე დღიდან გვიყურებს და რა ვიცი, მოგყვება, უკვე ძალიან ბევრმა ვიცით თქვენგან, რომ ააშენეთ სახლები და დიდი ხანია ცხოვრობთ და თქვენ როდის გადახვალთო ძალიან გულშემატკივრებდით, აი ჩვენ უკვე აქ ვართ, გადმოვედით და აქედან უფრო სწრაფად დავამთავრებთ ყველაფერს. ასე რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და კიდევ ბევრჯერ შევხვდებით. მოგილოცავთ ახალ წელს, შობას და შევხვდებით ახალ ეპიზოდში.